თითქმის 200 კილოგრამიანი ოქროსკოპი, რომელიც თქვენს წინაშეა, გერმანელი კონცეპტუალური ხელოვანის ნიკლას კასტელოს ნამუშევარია, რომელიც სწორედ ერთ დროს იარლიყით არ იყიდება იყო ცნობილი. დღესდღეობით კი შეიძლება კლემენს ჰოლმანის კუბის 32%-იანი მეტწილის გაკვეთრების გამო გადაადნონ და 23 მილიონ დოლარად შეფასებული კუბი. ინტერნეტ სენსაცია საბოლოო ჯამში პირველად 2022 წლის თებერვალში გიქცა, როდესაც ის ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ერთი დღით დატოვეს, რა თქმა უნდა, მკაცრი დაცვის დახლებით. ჰოლმანი, რომელიც თავისი ფინანსური იმპერია კინო და უძრავი ქონების ინდუსტრიებში ინვესტირებით შექმნა 2023 წელს მილიარდ 900 მილიონი ქონების მფლობელი იყო, თუმცა აგვისტოში გამოაცხადა თავი ბანკროტად, მიზეზად კი უძრავი ქონების ბაზრის შეკვეცა დაასახელა. მიმდინარე წელს მისი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია SUBAG ლიკვიდაცია განხორციელდა. მას შემდეგ, რაც რესტრუქტურიზაციის ფარგლებში არსებული საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულა. ვალების შემგროვებელი კომპანია Credit Time Force თანახმად კუბის 32%-იანი წილი გადაეცემა და გაიყიდება, ეს მესამედი მოეჭრება ამ კუბს, რათა ჰოლმანის ფინანსური ვალდებულებები დაიფაროს. ბრილიანტის გულსაბნევმა, რომელიც იმპერატორმა ნაპოლეონმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევისას დაკარგა ჟენევაში ჩატარებულ სოტვის აუქციონზე 3 მილიონ 500.000 ამერიკულ დოლარად, ეს დაახლოებით 4 მილიონ 400.000 დოლარი გახლავთ, გაიყიდა გულსაბნევის 13 კარატიანი ოვალური ბრილიანტი ამშვენებს, რომელსაც გარშემო შედარებით მცირე ზომის ბრილიანტებიც აქვს შემოწყობილი. საბოლოო ღირებულებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოლოდინს გულსაბნევის სავარაუდო ფასი მხოლოდ 200.000 ამერიკული დოლარი იყო. სოტვის განცხადებითვე სამკაული ნაპოლეონის პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს ეტლში, რომლებიც როდესაც ნაპოლეონი და მისი ჯარი პრუსიის არმიას გაურბოდნენ, სწორედ ტალახიან გზებზე გაიჭედა და გზაზეც მიატოვეს. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აი სამკაულები პრუსიის სამეფო ოჯახის ჰოენცოლერნების მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა და ამავე აუქციონზე გაყიდული 10 ლოტ შორის ასევე 132 კარატიანი მწვანე აკვამარინი, რომელიც თქვენს წინაშეა, ცნობის თანახმად ნაპოლეონს 1804 წელს კორონაციისას ეკეთა და ძვირფასი ქვის საბოლოო ღირებულება მილიონ დოლარი, ანუ ეს არის 838.000 ფრანკი, რაც სიდიაში 17-ჯერ აღემატება მის წინასწარ განსაზღვრულ ფასს. აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ 19 ოქტომბერს ლუვრში მომხდარი ქურდობის ფონზე, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის და მისი ოჯახის სამკაულები მოიპარეს, საიმპერატორო ძვირფასეულობაზე ინტერესი საერთაშორისო ბაზარზე აშკარად მომატებულია. აქვე გეტყვით იმას, რომ რაიმე განსაკუთრებული სიახლე ლუვრის ძარცვასთან და ძვირფასეულობის მოკვლევასთან დაკავშირებით არ არის. მე კი ჩემის მხრივ აუქციონების თემის შეჯამებისთვის გეტყვით, რომ ნიუ-იორკში ნოემბერში ყველაზე მასშტაბური აუქციონების კვირეული იმართება. ყოველწლიური აუქციონებმა შესაძლოა, რომ 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მოიტანოს. მოსალოდნელი შედეგები გასული წლის ნოემბრის გაყიდვებთან შედარებით არის 40%-ით გაზრდილი, რაც დიდწილად სოტვის ლოტებით არის განპირობებული. აქვე ერთი თემატური ამბავიც, რაც გსურს გაგიზიაროთ, რომ 2025 წლის 15 ნოემბერს დუბაიში გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს აიკომის 27-ე გენერალური კონფერენცია თემით მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში. კონფერენციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო სოფო დუღაშვილმა, სოფიო საქართველოს ეროვნული კომიტეტის და ICE-TIX-ის წევრი გახლავთ, რომელიც გახლავთ CP-ის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე, მედიატორი, სამართალმცოდნე და პროფესიული ეთიკის ექსპერტი. სოფიო დუღაშვილი მოხსენებითი პრეზენტაციით წარსდგა საკომიტეტო მოსმენაზე თემით მედიაციის როლი მუზეუმების მართვასთან დაკავშირებული ეთიკური დავების გადაწყვეტასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფაში და ამ კონფერენციის დასასრულს აიკომის ეთიკურ დილემათა საერთაშორისო კომიტეტის ბორდის არჩევნები გაიმართა, სადაც დასახელებულ კანდიდატებს შორის სწორედ სოფიო დუღაშვილის 3 წლის უფლებამოსილების ვადით აირჩიეს, რომელიც ამ პოზიციას საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი წევრის სტატუსით დაიკავებს. წარმატებები უსურვოთ სოფოს და მეტი საერთაშორისო აღიარება მის სამშობლოს თანამოქალაქეებთან ერთად. ლევან ვერძეულმა საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფისის
პოზიცია დატოვა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა, იყო პრივილეგია ისეთი ინსტიტუტის შექმნასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობა, რომელიც თაობების ფინანსურ მომავალს ქმნის და გამორჩეულ კოლეგებთან ერთად მუშაობა. წერს ლევან ვერძეული. როგორც ის ამბობს, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის GFMT-ის ხაზინის მართვის ინფრასტრუქტურის ინიციატივის პროექტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას და ასევე ის გააგრძელებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კონსულტანტათაც მუშაობას. ლევანს წარმატებებს უსურვებთ. საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ლევან ვერძეულის წასვლის შემდეგ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ანა ნაჭყებია შეასრულებს. წარმატებები უსურვოთ ანასაც. საპენსიო ფონდის აქტივებსაც რომ გადავხედოთ, ოქტომბრის ბოლოს 7 მილიარდ 900 მილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს და საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ჯამში 1,691,000 ადამიანი არის. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 პირმა და მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მილიონი ლარი. საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ კი ჯამში, როგორც მოგახსენეთ, შეადგინა 7 მილიარდ 900 მილიონი ლარი, ხოლო დაგენერირებულმა ამონაკებმა კი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა ნათქვამი არის საპენსიო ფონდის ანგარიშში. საპენსიო ფონდის მონაცემებს რომ გადავხედოთ, მათ მიერ გავრცელებულ რელიზებთან ერთად აღმოაჩენთ, რომ ზრდის განმაპირობებელი გასულ თვეში საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არსებული მაღალი ზრდის ფონზე ყველაზე მეტად წლიური, თითქმის 14% და ზუსტებით 13.9% საპენსიო პორტფელის მოცულობა, ანუ დინამიკური საპენსიო პორტფელის მოცულობა გაიზარდა. მოდი ვაჩვენოთ სრულად. გადასახადის განამხელებს ეს გრაფიკა, კი ბატონო. დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი სხვა პორტფელთან შედარებით ყველაზე მაღალია ოქტომბერში 1,7%-იანი ზრდა მისცა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების და შესაბამისად 1,53% და 1,15% იყო. და ეს არის ის თემა, რაც საპენსიო პორტფელის აქტივებს გამორჩეულად უზრდის ღირებულებას და ფასს, რაც გამოხატულია თქვენს დანაზომებში. ხო, რამდენიმე სტრუქტურული გადაწყვეტილების შესახებაც, რომელიც ასევე გუშინ გახმაურდა მმართველი პარტიის მხრიდან და ეს ყველაფერი გამოცხადდა პარლამენტის თავმჯდომარის პირით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. სპიკერის განმარტებით ცვლება ხელისუფლების მიერ საჯარო მმართველობის სისტემის ოპტიმიზაციის და კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ნაწილია. ასევე დაანონსდა და გაცხადდა, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი უქმდება და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. დღეს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არის. ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობას კი 2022 წლიდან იკავებს ოთარ დანელია, უწყების ბიუჯეტი კი 950,000 ლარს შეადგენს. გაცხადებული სიახლე გახლავთ ის და ჩემი აზრით სრულად გამართლებული, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ამის შესახებ ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბატონმა სპიკერმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ ეთქვა, რომ არსებული ფორმით ანტიკორუფციული ბიუროს არსებობა ეს იყო გარედან თავსმოხვეული მოდელი. ვისგან და რატომ იყო თავსმოხვეული თუ თავზე მოხვეული ეს მოდელი ბატონი პოპოაშვილი არ საუბრობს, თუმცა იული უბრალოდ რთული მისახვედრი არ არის, რომ მისგან ნასრული კენჭები მორიგ ჯერზე ბრიუსელის ბოსტანში ამოყოფს თავს. და კიდევ ერთი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2026 წლიდან სამინისტროში არსებული ფერმერების თანადაფინანსების პროგრამაში ცვლილებებს აანონსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დავით სონღულაშვილის კომენტარს უწყება ავრცელებს, თუმცა რომელ პროგრამაში რა შეიცვლება ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ არის. შესაბამისად ჩვენც მოკლებული ვართ საშუალებას გავუწყოთ რა ცვლის ან ცვლის თუ არა რაიმე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამიტომ როცა გვეცოდინება მეტი გავუწყებ თქვენს, რაც ვიცით არის კიდევ ორი ამბავი. ერთი გახლავთ, რომ ქართული ოცნება ახალ საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას და როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე
ჯერჯერობით იდეის დონეზე გააჟღერა პარლამენტის თავმჯდომარემ კოდექსის სრულად გადამუშავდება და ერთ-ერთი ცვლილებებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში შეეძლებათ. ანუ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ. და ერთიც საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2007 წელს შექმნილი დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას გეგმავს. გადაწყვეტილების შესახებ ასევე ბრიფინგზე ისაუბრა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ. ბატონის სპიკერის განცხადებით ამ ერთეულის შექმნა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოხდა და იყო ნაბიჯი, რომელმაც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების მძიმე ზიანი მიაყენა.